მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასულმეცი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობთ, მე ვარ კატო. დიდი ხანი არ გამიკეთებდი აქ გასვლა, რა იყო, რა არის და რა იქნება, ესეთი ფორმატის. ახალი დასტით, ახალი ლენორმანით. მოდით ნახოთ, რას გვეტყვის პარტნიორი. რა ხდებოდა თქვენს თავს დღეს, რა ხდებოდა, რას გეგმავს, ხო, რა იქნება მომავალში თქვენთან მიმართებაში. მოდით ჯერ გიპოვით თქვენ და პარტნიორს. სადამ მოვიწყდა, როგორ ვაკეთებდი ამ გასვლას. თქვენ გიპოვეთ, თქვენ აგერ ხართ. თქვენი პარტნიორი სად არის? ბატონო. ესეც მოვიდა და ნახოთ იქ. მე ხდება. რა ხდება თქვენს ენერგიაში? თქვენი ენერგიები არის ერთად გადართული ოჯახზე, ოჯახურ გარემოზე. აქ ასე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ გიცავთ, ასე რომ ვთქვათ, საგვარეულო შტოხო, თქვენ გიცავთ სამყარო დეხმარებად, თქვენი წინაპრები იმის რომ წინ წახვიდეთ და უფრო მეტად კარგად იქნოთ თავი, ასე რომ თქვენს ენერგიებში ახლა საკმაოდ სტაბილური პერიოდი შემოდის, სტაბილური მდგომარეობა შემოდის, სადაც აი რაღაცნაირად ხა ვთქვათ, შეიძლება ვიღაცას ყავდეს ხო შვილები და შვილებზე იყოს რაღაც გადართული, ну ვიღაცა კონკრეტულად თავის სახლის შენებაზე, რაღაცა ახლის წამოწყებაზე, რაღაც ესე ვთქვათ, თავისი ჭერის შექმნაზე არის, ხო? რაც შეეხება მამაკაცს, აი მამაკაცის მდგომარეობას არის უფრო ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანი თავიდან როგორც ჩანს ფიქრობდა, რომ ყველაფერი კარგად ქონდა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, რაღაცნაირად ხდებოდა ისე, რომ შეიძლება რაღაც სამსახურში, კარიერაში, შეიძლება რაღაც პირად ურთიერთობაში ვიღაცასთან რაღაც ფლირტის მომენტი ქონდა და ეს ადამიანი თვლიდა, რომ ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ეს რაღაცა კარგად მიდიოდა ყველაფერი, თითქოს ცოტა ეხა ამ ეტაპზე რაღაცნაირად გაიყინა ერთ ადგილას და არა მარტო გაიყინა, ხო, ამ ადამიანს რაღაცა შიშების მდგომარეობა გაუჩნდა, ხო, შეიძლება ანუ ცვლილებები დატრიალდა, რო ეგონა, რომ კარგად იყო, როგორც ჩანს, არც ისეთი კარგად ყოფნა არ გამოუვიდა, ხო, როგორც ასეთი და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი ცოტა უფრო მეტად გადაეშვა ფიქრში და თავის შიშებთან მიმართებაში რაღაცნაირად დაფიქრდა. ну ამ ეტაპზე ესე ვთქვათ, თქვენ რაღაცნაირად ერთად თითქოს არ ხართო, რატომღაც ერთმანეთი შეიძლება ერთადაც იყოთ, მაგრამ ნახეთ როგორ მომენტი რაღაცა ცალ-ცალკე ენერგიებში ხართ, ხო? შეიძლება ურთიერთობა იყოს, შეხვედრებიც გქონდეთ, მიმოწერაც გქონდეთ, ყველაფერი, მაგრამ თითქოს ორი ადამიანი ერთჯერ ქვეშაც რო ცხოვრობდეს, რაღაც თავთავისი ოცნებებისგან მიდის, ხო? კარგით, ნახოთ აბა, რა იყო, რა არის და რა იქნება. ნახოთ, რა იყო. რა არის. რა იქნება. ნახეთ ესე დავიწყოთ, რა იყო.
თქვენს ურთიერთობაში საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა იყო, საკმაოდ კარგად მიდიოდა ყველაფერი, ესე ვიტყოდი. აქ იყო ესეთი ნაბიჯები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ესეთი აქტიური ნაბიჯებიც კი იყო, სადღაც ვთქვათ, თუ უნდა განვითარდეს ურთიერთობა 6 თვეში, 7 თვეში, ხო, თქვენთან თითქოს ყველაფერი რაღაცა ძალიან მარტივად განვითარდა, ხო, რაღაცა თითქოს ძალიან ემოციურად და უცებ სწრაფი ემოციური ესეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან მალე განვითარდა. თუმცა ნახეთ, აი ამ მალე განვითარებას მოყვა ძალიან ბევრი დაფიქრება მერე. ნახეთ, ურთიერთობაში აქ შეიძლება იყო კიდე ესეთი მომენტიც, რომ ადამიანები ოჯახის შექმნაზე ფიქრობდნენ, ხო, ოჯახის ჩამოყალიბებაზე, იმაზე, რომ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, შექმნიდან რაღაცას, მაგრამ ნახეთ, როგორ მომენტი თითქოს აქ იმდენად სწრაფად განვითარდა ეს რაღაცა ურთიერთობა, რომ აი ხო ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთ მომავლის გეგმების დასახვა, რომ აი მერე მოხდა დაფიქრება. ხო, მერე მოხდა დაფიქრება და ეს დაფიქრება როგორი მომენტია, იცით, აი ადამიანებს შორის ჩადგნენ მესამე პირები, რომლებმაც დააფიქრეს, ხო, აი ნახეთ, დააფიქრეს, რომ აი შენ შეძლებ ამის გაკეთებას, ან რაღაცა შენ შეგიძლია, რომ ესე მარტივად მიიღო გადაწყვეტილება და ეს შეცვალო, ხო, შენ ცხოვრება ესე რადიკალურად და ნუ იქ რაღაცნაირად თქვენ შორის იყო და ნახეთ როგორი მომენტი არის, აი ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად განვითარდა და სწრაფად დაინგრა, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ძალიან ისეთი გაკურებულიც კი დარჩეთ, რომ რა მოხდა ვერ გავერკვიეთ, ხო, რა დაემართა ადამიანს, რატო გაქრა ესე უცბად, ხო, რატო შეიცვალა ესე უცბად. აქ არიან მესამე პირები ჩარეული. ну, ვისთან როგორ ხო, ვიღაცასთან შეიძლება რაღაცა ზემოქმედებით, ვიღაცასთან შეიძლება რაღაცა უბრალოდ სიტყვიერი მდგომარეობით. რა არის თქვენ შორის? თქვენ შორის როგორი მომენტია, აი, არ ვიცი, შესაძლებელია ნახეთ როგორი მომენტი იყოს, რომ ან სიახლოვე გქონდეთ, ან ინფორმაციულად გქონდეთ რაღაცა ისეთი ინფორმაციები, რომელიც ცდილობენ თითქოს რაღაცა მომენტში აი კონფლიქტი არისო ეხლაც რა და ნახეთ როგორი კონფლიქტი შეიძლება საკუთარ თავთან კონფლიქტი არის აი საკუთარ თავში რომ ჩაიხედები და ებრძვი ადამიანს რომ აი რატო მოხდა ესე რატო გაკეთდა ესე და ანუ თითქოს აქ არის შინაგანი ბრძოლებიც ქვეცნობიერით თვითონ იმ ადამიანის მიმართ ხო რა არის გაურკვევლობები ხა ხო რაღაცა დასრულებული სიტუაცია მაგრამ ნახეთ აი ის მომენტი როდესაც თქვათ რაღაცები დასრულდა ადამიანი ორივე მხარე იმკის იმას რაც ჩადო ამ ურთიერთობაში ხო ადამიანმა რო გატკინათ გული იმკის იმას რომ მას დაებლოკა გზები, რომელთაც თავიდან ეგონა რომ ბედნიერებისკენ მიდიოდა თავის მიზნებისკენ, ხო? თქვენ პირიქით გაგეხსნათ გზები იმისთვის, რომ თქვენი მიზნებისკენ წახვიდეთ. აქ ეხლა ამ ეტაპზე არის სიტუაცია, როდესაც ადამიანები ორივე მხარე ცალ-ცალკე იღებს იმას, რაც გააკეთა ამ ურთიერთობისთვის, ხო? რა ენერგიების ჩადო, ზუსტად იგივე ენერგიებს იფროდებს, სიკეთე ან სიყვარული ჩადო, ემოციები ჩადო, თითქოს იგივე ემოციებს და იგივე სიყვარულს უბრუნებს. ახლა შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაში არა, მაგრამ აი რაღაცა მატერიალურით უბრუნებდეს სამყარო ყველაფერს, მეორეს პირიქით, ხო, რაღაცა ყველაფერს ართმევს. იმის მაგალითად თქვათ რაღაცა გააკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იცადეს, ხო, ამ ეტაპზე თქვენ შორის ნამდვილად არ არის ესეთი კაფიო და მკვეთრი მდგომარეობა, მაგრამ აი რაღაცა არ წვიტავთ შინაგან კავშირს ამ ადამიანთან, ხო, აი რაღაცნაირად არ წვიტავთ თითქოს ფიქრებს, ბრაზს შეიძლება ითქვას, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი არის. რა იქნება? ნახეთ, აქ არის ისეთი მომენტი, შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ
აქ ძალიან ბევრი ადამიანი ერება თქვენს ურთიერთში, ძალიან ბევრი манипуляტორი ადამიანი არის მის ცხოვრებაშიც და შეიძლება თქვენ ცხოვრებაშიც, ხო? აქ აშკარად ვიღაცები რაღაცა ტყუილებს იგონებენ თუ აი სპეციალურად რაღაცა ისეთი სიტუაციებს ქმნიან, რომ თქვენი ურთიერთობა არ დაალაგდეს და არ აღდგეს. აქედან გამომდინარე, ნახეთ, შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი გამოვიდეს კომუნიკაციაზე რაღაცა მომენტით, მაგრამ აქ ესე ვიტყვი, რომ ხელს შეუშლის მისი ოჯახი. აქ როგორც ჩანს, მისი ოჯახი არის მესამე პირები ჩარეული, ანუ ოჯახი მაინდამაინც მარტო ცოლს და ქმარს არ ვთვლით, ხო? ანუ აქ შეიძლება დედა, მამა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ანუ ადამიანები, რომლებიც ითვლებიან ჩვენ ოჯახის წევრებად, ხო, ჩვენ სისხლად და ხორცად. აქ ჩაერევიან მაინც, აქ იქნება ოჯახისგან ის დაპირისპირება და ისეთი ზღუდის აღმართვა მაინც იქნება შესაძლებელია რაღაცა თბილათაც მოგიდგნენ, რომ აი რაღაც თუ ადამიანმა გარისკა და გამოვიდა თქვენთან კავშირზე, ხო? შესაძლებელია ისინიც გამოვიდნენ თქვენთან კავშირზე, რომ გაიგონ ინფორმაციულად, რომ შეძლონ თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობის კონტროლი და რაღაცნაირად თითქოს ისეთი რო იტყვიან დაბლოკვა, ხო? აქ კიდევ ერთი მომენტი არის, ნახეთ, თქვენ პარტნიორს კი შეიძლება აქვს რაღაცა ხა ემოციური მომენტი, მაგრამ ეს ადამიანი გამოჩნდეს იმის გამოც, ეს მომენტიც არის, რომ თვითონაც არ არის თულად ბოლომდე სუფთა ადამიანი და გამოჩნდეს იმის გამო თქვენთან ურთიერთობაში, რომ რაღაცა პატარა დაალაგდეს თავისი მდგომარეობა, ხო? თქვენგან თქვა კაი რჩევებს იღებდა, კარგ ემოციებს იღებდა, ხო? კარგ განწყობას იღებდა. შესაბამისად, აი ეს რაღაცა ბალანსი რო აღუდგინოთ ამ ადამიანს და მე შეიძლება გაქრეს ისევე, ხო? ანუ ესე ვთქვათ, სტაბილური ურთიერთობის მომენტი ამ ეტაპზე ამ ადამიანთან მიმართებაში არ ისახება, ხო? იმიტომ რომ აქ არიან იმდენად ქაოსური მიდგომა თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრებიდან და ზოგადად თვითონაც იმდენად ქაოსურად უყურებს ამ ყველაფერს, შეიძლება აქვს ის მომენტი, რომ ელოდებით და როცა უნდა გამოჩნდება, როცა უნდა წავა, ხო, რაღაცა აი ესეთი მდგომარეობის მომენტი თუ იყო, ფიქრობს, რომ იგივეს გააგრძელებს, ხო, აქ რაღაც აქ არის ისეთი მომენტი, რომ ადამიანი სათავისად ცდილობს, რომ გამოიყენოს, იმიტომ რომ რაღაცა გარდატეხის პერიოდი აქვს, საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგა ახლა და ვის თუ არა თქვენ, ხო, ვის კითხოს რჩება, ვისთან მივიდეს, ვის თხოვოს დახმარება, ხო, აი რაღაცა ეს მომენტები მოდის, აი ესეთი გამოვიდა. ეს გასვლა კამერით ერთი არ კაიცხენ რჩევა თქვენთვის, ნახოთ. რჩევა თქვენთვის, გასკვეთყვის სამყარო, რჩევა თქვენთვის. პირველ რიგში აუცილებლად საკუთარი თავი გიყვარდეთ, საკუთარ თავში არის ყველა ის გასაღები, რომელიც აგისრულებთ ოცნებებს, ხო? საკუთარ თავში არის ყველა ის სიტუაცია, თქვენი გონება, თქვენი გული, თქვენი ემოციები ყველანაირად არის ის ბერკეტი თქვენი ცხოვრების, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ და აქედან გამომდინარე, აი სრულად თქვენი ოცნებები, აქედან გამომდინარე, ნუ ეცდებით, რომ თქვენი ემოციები და თქვენი გონება დატვირთოთ სხვა რაღაცა მძიმე მდგომარეობით, რაღაც манипуляტორული მდგომარეობით, დღეს მოვედა ვიღაცა, ხვალ წავიდა ისევ რაღაც რახან გამოხვედით ამ სიტუაციიდან მეტნაკლებად, ხო? მიეცით ბოლომდე თქვენს რესურსს იმის საშუალება, რომ თქვენმა რესურსმა იმოქმედოს თქვენი წინსვლისთვის, ასე რომ ყველა გასაღები თქვენ ხელთ არის, ცხოვრება წინა გაქვთ და არ გააფუჭდეთ, თუნდაც მის გამოჩენა შეუძლია თქვენი ხასიათი გააფუჭოს, თქვენი ხასიათი რო ფუჭდება, მე ვთქვათ ეს ემოციასაც ურტყავს, ფინანსებსაც ურტყავს, იმიტომ რომ მუშაობის თავი არ გვაქვს, რაღაცა მიზნებისკენ სწრაფის მდგომარეობას ვანელებ. აქედან გამომდინარე, აი ამ გასაღებებს ნუ დაკარგავთ სამყარო გეუბნებას. მე ბედნიერი ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას ითხოვთ თქვენთაგანს და უვლევ სიყვარულს დროებით.